2006 წლის 7 ოქტომბერს უკვე ჯალათი მკვლელი და ტერორისტი 54 წლის გახდა. დაბადების დღეზე მას საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა. ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია საცხოვრებელი სახლის კორპუსის ლიფტში მოკლეს. კრემლის დიქტატორმა იმ დროისთვის მისი მთავარი მამხილებელი სამაგალითოდ და საჩვენებლად დასაჯა. ანას კვლევა მაშინ რუსული გაზეთ პოლიტიკურად გაგუდულმა დასავლეთმაც გადაყლაპა და რაც თავარია ვერ გაიგო რუსულმა საზოგადოებამ, რომელსაც ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ სისხლიანი იმპერიის მემკვიდრე პუტინის რუსეთის ნორმალურ ევროპულ ცივილიზებულ სახელმწიფოდ გადაკეთება შეიძლებოდა. ანას კვლევების შემდეგ პუტინისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ტერორისტული რეჟიმის ბოლომდე გასაფორმებლად კრემლის სიახლოვეს ოპოზიციის ლიდერს ნემცოვს მოყოლდა თუ შიზოფრენიის პიკში ნაბანის ჩრდილოეთის საკანში. ჩვენ გვეჩქარება, თორემ აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც სამხედრო დამნაშავეს ცოცხლასთან მკვდარს საბრალდებო სკამზე ვიხილავთ. ტერორისტის მრავალტომიან საქმეში უკრაინის кейსთან ერთად აუცილებლად იქნება ასეთი кейსი, ჩეჩნეთი, პატარა ერის გენოციდი და ამ ტომის მთავარი ნაწილი ანა პოლიტკოვსკაიას ჟურნალისტური გამოძიება იქნება. ტერაქტები, ორი ომი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ დიქტატორს კრემლი შეენარჩუნებინა. სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რომ თბილისში დღემდე არსებობს პუტინის მთავარი მამხილებლის სახელობის ქუჩა. როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმს მოსკოვის კანტორიდან შესაბამისი მითითება არ მიუღია. თუ ივანიშვილს ახლაც 2025 წელს გაუვიდა, პოლიტკოვსკაიას ქუჩისთვის სახელის გადათქმევა სანატრებელი გაგვიხდება. ჩვენ გვეჩქარება, თორემ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. ადამიანის უფლებები, კორუფცია და ასე შემდეგ რა მოსატანია. ახლა რაც აქ გრუზიაში ხდება, სახელმწიფო ზღალადი და სახელმწიფო გადატრიალებაა. ამ ტომის მთავარი ნაწილი ათომელების მასალა იქნება, რომლითაც გამოცემამ წინასწარ ამხილა რეჟიმი. გაყალბების სქემა ნათელი გახდა. მოქალაქეების პირადი მონაცემების 100%-იანი შესწავლა და შესაბამისად ზეწოლის კომპლექსური სქემის თვეების განმავლობაში ამუშავება და საარჩევნო მანიპულაცია. როცა გახსენდება, რომ ზიას დაკავების სპეცოპერაციას 13 წლის წინანდელი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს პრომო ბიჭუნა ბესელია ხელმძღვანელობდა, კიდევ უფრო წმუნდები, რომ 22-ის საპარლამენტო არჩევნები რუსული სპეცოპერაცია იყო და ახლა რეჟიმი იმაზე კი არ დგას, რასაც ვითომ ებრძოდა უარესზე დაასმაგებულ არადამიანურ სისტემაზე, სადაც ვინმე მილიციელ ბესელიას კალთაში გამოზლილ გებუაძეს შეუძლია ქალპატიმარს შეაფურთხოს და საპირფარეშოში გასვლის უფლება არ მისცეს. ზიას რეჟიმის მთავარ მამხილებელს ახლა საკანში ტყუის გარეშე კლავენ. მას საჩვენებლად სჯიან. ზიამ ზუსტად იცის, რასაც აკეთებს. მან თავი არა მხოლოდ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, არამედ ყველასთვის ამ სახელმწიფოსთვის გადადო. ზიამ ზუსტად იცის, რომ მისი შიმშილობით ივანიშვილს და მის რეჟიმს გულს ვერ მოულბობს. კოლექტიური კობახიძეები, კალაძეები, მამუები, წილოები, წულუები და ასე შემდეგ ადამიანობისგან დიდი ხნის წინ დაიცალენ. ივანიშვილის დანაშაულებრივი სინდიკატი დიდი ხანია კადიროვშინაა, გრუზინული კადიროვშინა, სადაც თუმართან ახარ გაგანადგურებენ. ამიტომაც ითხოვს რეჟიმი მზიასგან სინალუს, რაც კადიროვშინას ენაზე ბოდიშის მოხდა. აი ესე როგორც პუტინის კადიროვის ჩეჩნეთშია. რეჟიმმა ისიც იცის, რომ მზია ბოდიშს არ მოიხდის, რადგან მას საბოდიშო არაფერი აქვს არაადამიანურ რუსულ რეჟიმთან. ენის მოჩლექვის და კუთხეების მომრგვალების დრო დიდი ხანია წავიდა და რადგან ასე ვთვლი, ვიტყვი. რეჟიმა ზუსტად იცის, რომ საკანში მზიას დაკარგვის შემთხვევაში ივანიშვილის შესაძლოა პოლიტიკური მოუსწავლეთის იქით წავიდეს, მაგრამ უკან დახევა მათთვის ახლა სისუსტის გამოვლინებაა. თან მათზე მაგარმახო ანას მკვლელობა გადააგორა და დღემდე ინარჩუნებს სისხლიან დიქტატორულ რეჟიმს. მზიამ ბათუმის აქციების მედროშემ ბატონმა თემურმა, რეჟისორმა ლაშამ, ანდრომ და რეჟიმის ყველა პატიმრმა თავისი გააკეთეს და ბრძოლას აგრძელებენ.
ქუჩაში გამოსული 10,000-ობით ადამიანი ორ თვეზე მეტია იბრძვის. აქ შეკრებილი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი არასოდეს შეხვედრია მზიას, მაგრამ ამ ბრძოლაში ეს არ არის მთავარი. არც თქვენ იცნობთ მზიას, ვინც ახლა ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ საკუთარ სინდისთან მართლები ხართ და ქუჩაში არ გამოდიხართ. ვინც ფიქრობთ, რომ ერთ არამშვენიერ დღეს შესაძლოა შეიტყოთ, რომ ივანიშვილის საპყრობილეში მზია ამაღლობელი გარდაიცვალა. ალბათ ამ დღისთვის მზად გაქვთ თავის სამართლებელი ფრაზა. ეჭამა რას იკლავდა თავს, მაინც არაფერი გამოვიდა. ასე ფიქრობდნენ რუსეთში 2006 წლის 7 ოქტომბერს ჯალათის დაბადების დღეზე ანა პოლიტკოვსკაია რომ მოკლეს და ის ტყვი ახლა ყველას დაეწია პუტინის რუსეთში, ვინც გაასწრო, ვინც არა და ცინკის კუბა მიუტანეს კართან. ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმი ადრე თუ გვიან ყველას კარზე მივა და დააკაკუნებს. ზუსტად მაშინ როცა არ ელოდებით, კაკუნის ხმას გაიგებთ და აღმოჩნდება, რომ მხოლოდ იმისთვის დაისაჯეთ, რომ და რაც გინდათ მიზეზი ის იქნება. ტერორისტულ რეჟიმს ადამიანის გასანადგურებლად მიზეზი არ სჭირდება. მე 2028-ს მოვა და თქვენ ალბათ ისევ გეკრემათ არჩევნებით რეჟიმის ცვლილების იმედი. გახსოვთ 2012-ში რომ ამობდით ეს წავიდეს და ამ ხიხოს როცა გვინდა გადავირჩევთო. ვერ შეცვალეთ და ვერ შეცვლით თუ ახლა მზიას გათავისუფლებას არ მოითხოვთ. ვერაფერს იზამ თუ ახლა რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები არ მოითხოვეთ. ვერაფერს შეცვლით, რადგან თქვენი შვილების ნაწილი თუ გაასწრეს ემიგრაციაში იქნებიან, ვინც ვერ გაასწრებს საკანში და მე იმითომ არჩევნებზე მისვლასაც ისეთივე ფორმალობა იქნება, როგორც პუტინის რუსეთშია, როგორც ლუკაშენკოს ბელორუსშია და მე ითვალეთ, ვინ უფრო დიდხანს შეინარჩუნა რეჟიმი, ლუკაშენკომ, პუტინმა თუ ივანიშვილმა. ამ დროისთვის ლუკაშენკო ლიდერობს. მმართველობის 31 წლის თავზე მან საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გამოაცხადა პრეზიდენტად. Я всегда говорил, мы проводим выборы для себя. მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ არჩევნებს ვატარებთ ჩვენთვის. ასე იქნება ივანიშვილის გრუზიაშიც, რადგან დიქტატორები არასოდეს ამბობენ უარს ფსევდო არჩევნებზე. ალბათ სიმბოლურია, რომ ორი რუსული სპეცოპერაცია ივანიშვილის და ლუკაშენკოს ეგრეთ წოდებული არჩევნები 26 რიცხვში ჩატარდა. გაგიკვირდებათ და არც ლუკაშენკომ გახსნა საზღვარგარეთ უბნები. ხომ არაფერი გეცდოთ. ხვალ ლუკაშენკოს საარჩევნო კომისია სპეცოპერაცია არჩევნების წინასწარ დაწერილ ვითომ შედეგს გამოაცხადებს. აი ისე როგორც ივანიშვილის კალენდარიშვილმა გამოაცხადა. დიქტატორმა 86 და 82 მიასედი დაიწერა. მეტიც შეეძლო, მაგრამ დიდ ძმას არაჯობა. ჯალათმა ხომ 87 და 27 მიასედი დაიწერა. ისიც ეყოფა, რომ მასზე სტაჟიანია დიქტატურაში, ხალხის წამებაში, სახელმწიფოს მიტაცებაში. გამოწერილი პროცენტები დიქტატორების ბოლო ჟამის სცენია, თვითდანიშნვის აუცილებელი რიტუალი. აი ისე როგორც ჰუსეინმა დაიწერა 100%, ასადმა 95 და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ახლა ამის დრო არ გვაქვს. მზია დღეს პროტესტის მთავარი გმირი და სახე და მისი ერთი კადრი მარია რესას წიგნით ხელში როგორ დავამარცხო დიქტატორი, ანტისაოკუპაციო სახალხო მოძრაობის არსი. ნობელიანტი მარია რესა ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მას ჟურნალისტური საქმიანობისთვის დააპატიმრებდნენ. ვერც მზია წარმოიდგენდა ამას ალბათ. ვერც იმას იფიქრებდა რესა, რომ მისი ქართველი კოლეგა მისი წიგნით ხელში გააპროტესტებდა ივანიშვილის დიქტატურას. კინოსცენარს გავს, მაგრამ ასია და ალბათ სრულად წარმოუდგენელი ამბავი იყო, რომ რესა მზიას დამცველთა რიგებში აღმოჩნდებოდა. To Georgia, where large-scale protests began mid-April last year, but starting December, it was daily. And today is the 60th day when mass protests in Georgia are out in the streets. Journalists, activists beaten and jailed. The journalists carried my book in the protests, the title, How to Stand Up to a Dictator. და მაინც როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ვერც წიგნი გვიშველის და ვერც რესა. ბელორუსებს საერთოდ საკუთარი ნობელიანტი ყავთ. ალექსეევიჩი, ბელორუსი 2020-ის პროტესტის აქტიური მონაწილე და გულშემატკივარი. მაშინ ბელორუსი ხალხი დამარცხდა და ამას უამრავი მიზეზი აქვს. ამონარიდი ალექსეევიჩის ინტერვიუდან. რაც მთავარია, კარგად მოусმინეთ და უმთავრესი ბოლომდე გაიაზრეთ.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო ერთადერთი დრო, როცა მოგწონდა ჩვენი თავი, როცა ბელარუსებს მოსწონდათ თავიანთი თავი. მახსოვს ერთი პლაკატი. იდგა გოგონა, სტუდენტი, რომელსაც გაშლილ პლაკატზე ეწერა: ბელარუსებო, მაპატიეთ, მე თქვენი არ მჯეროდა, წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ახლა არსადაც არ წავალ ამ ქვეყნიდან. მე ვიყავი მათ შორის, ვინც ქადაგებდა, რომ 21 საუკუნეა, ფოსტა ტელეგრაფის აღება და სისხლისღვრა ძველი ისტორიას ჩაბარებული ამბავია. ჩვენ რაღაც სხვაგვარად უნდა მოვიქცეთო. ერთგვარი განდიზმი იყო ჩვენში პოპულარული და ამ გზით ვცდილობდით მიზნის მიღწევას. ამიტომ მსვლელობებსაც ზეიმის ელფერი ჰქონდა. ადამიანები შეხაროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ალბათ გულუბრყვილობა, რომანტიკულობა იყო. როგორც ახლა მესმის, ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება მიუხედავად 90-იანი წლების რუსეთისა. ჩვენ მაინც არ გვქონდა წინააღმდეგობის ნამდვილი გამოცდილება. არ გვქონდა მკაფიო გაგება იმისა, თუ ვისთან გვქონდა საქმე, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ხისტი, ძლიერი ლიდერი, რომელიც მიეკუთვნება ძველ თაობას და მზადაა სისხლი დაღვაროს და რომ სამხედრო ტექნიკა, რომელიც ქალაქში შედის და სადღაც ქრება, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენზე წამოვიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გესმოდეს რა მოხდა ბელორუსში. ეს ქალბატონის სვეტლანა სიტყვებია. ანუ თუ ჩვენ ახლა ყველამ ერთად საბოლოოდ არ გავაცნობიერებთ ვისთან გვაქვს საქმე, მზიას, ბატონი თემურის, ლაშა ჩხუიმიანის და სხვების შიმშილობა, ქუჩის პროტესტი დიქტატორის დამარცხებამდე ვერ მიგვიყვას. და ისევ სვეტლანა ალექსიევიჩის ინტერვიუდან. ვიმედოვნებ, რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომ ხალხი ფეხზე დადგება და გააცნობიერებს თუ რა მოხდა ბელარუსში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეთ რა მოხდა ბელარუსში, როგორ შეიძლება გაქრეს ხალხი. ანიკის შეტევა მაქვს, საფარი მაქვს და ეხლა დამივარდება და თუ მოკვდია, ეკითხება თქვენი ბრალი. იმიტომ რომ უსამართლოდ იქცევი. ივანიშვილი ახლა ხალხის გაქრობაზეა გადასული. რეჟიმი პანიკაშია, სხვა ვერაფრით აიხსნება. დაიტოვეს ადმინებთან სახში მივარდნა. ყველას მიუვარდებიან და თუ მაინც არაფერი გამოვიდათ, მერე გაისვრიან. არ გაშინებთ. უბრალოდ ასეთია დიქტატორის ბუნება და რადგან ასია, ალექსიევიჩის სიტყვები რომ გავიმეორო, ძალიან მნიშვნელოვანია გესმოდეს რა მოხდა ბელორუსში. თუ ვერ გავაცნობიერებთ, ახლა ხომ არ არის და სასამართლო და სამართალი საერთოდ აღარ იქნება. ყველა პროფესიის ადამიანი ყავს რეჟიმის ციხეში და ნავალნის ადვოკატების მსგავსად აქ დარჩენილ ადვოკატებსაც ჩაყრის დილეგში, რომც არ ჩაყაროს სტრასბურგში ვეღარც იპოვნით სამართალს. მე ვარ ქართველი და მაშას ადამე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. ყველაფერი იკადრა, კიდევ იკადრებს და ვინც არ ელოდებოდა, ესეც ხომ იკადრა, არაერთხელ ზურას სახელს ამოფარებულმა. ევროკავშირზე უარის თქმა არ იკმარა და ამ გზაზე საბოლოოდ დადგომის დღე წაშალა. ქართული კულტურის ჯალაც გელათის ფაქტობრივ გამანადგურებელს კომისარ წულუკიანს ათქმევინა, რომ საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. დაიმახსოვრეთ, ამის შემდეგ ივანიშვილის გრუზია, ისევე როგორც პუტინის რუსეთი, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასაც დატოვებს. სტრასბურგის სასამართლო ჩვენთვის დაიხურება და მერე სიკვდილით დასჯასაც დააბრუნებს. ამ შენობაში გამომწყდეული ივანიშვილის, პაპუაშვილის და ივანიშვილის ყაველაშვილის ხელმოწერული დიქტატორული კანონებით იცხოვრებთ. კანონის სახელით სამზარეულოში ჩურჩულიც აგეკრძალებათ. ეს ნახატი გია ბუღაძეს ეკუთვნის. 2020 წლის სეზონის ბოლო დროებაში მხატვრებს ერთი წლის შეჯამება ვთხოვეთ ერთ ნახატში. მე რომ ბევრი არ ვისაუბრო, თავად გია ბუღაძეს მოვუსმინოთ. მოგეხსენებათ, ხა ბულდოზერით რები მოხდა, გადაატრიალეს და საწყალი უპატრონო და უსახკარო ბავშვები დატოვეს ქუჩაში. ხო, და არა მარტო ბავშვები, მთელი ოჯახები და ამას პარლამენტის ოკუპაცია მოხდა ფაქტობრივად ერთი პარტიის მიერ ფაქტურად ჩამოიშალა სახელმწიფო საპარლამენტო რესპუბლიკის ანტისაპარლამენტო ქვეყანა გამოვედით. ბულდოზერი ამსხვრევს სახელმწიფოებრიობას. ბულდოზერი როგორც ჩვენი ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ადავარქვა არსობრივი სასიცოცხლო გარემოს დამანგრეველი ძალა და არა აღშენებელი. რა პარადოქსია, ხო, ბულდოზერით იმიტომ თხრიან, რომ მე ააშენო ხოდა რეალურად ბულდოზერს ვიყენებ ჩვენ, იმიტომ რომ დავანგრიოთ. ამას არანაირი მხატვრული პრეტენზია არ არის, მონებრივი რაც მე გავუკეთე, მაგრამ სათქმელი პლაკატურად გამოვეცი. ისე ხელოვნებას არ გვაქვს პლაკატური გადმოცემა. პირდაპირ. აი მაგალითად აქ, აი ამ ნამუშევარში თუ შეიძლება ამ ნამუშევარში ჩემი ძველი ნამუშევარია, ერთი წლის წინადელი. ბევრი რამეა თვითონ თავმოყრილი აქ. აქ აწერია ბოკა თუ ვერიტას. ნიშნავს სიმართლის ბაგენი.
ძველ რომში იყო ასეთი ფილმშიც არის გამოყენებული აი რომ მაულია თუ დაგებთ თუ გახსოვთ და თუ დააკვირდებით ნახეთ რამდენი ნაგავიყრია კი ყველაფერი ხო ფაქტიურად განგრეულია კედელი საათი და თოჯინებად ვიქცეთ და ჩვენ დრო დათვლილია ითვლება თითქოს და უკან თუ გაიხედათ კედელში ბავშვები თამაშობენ ცხოვრება გრძელდება თუმცა რეალურად ვართ პირდაპირ გაგებით ნაგავში ის ნაგავი ახლა რუსული ნეხვია ჯერ თოჯინებად ბოლომდე ვერ გადაგვაკეთა ჯერ კიდევ გვაქვს შანსი როგორც სვეტლანა ალექსეევიჩმა გვითხრა ბავშვებზე კი ბარბარე რაფალიანცი ლუკა სიაძე და დათუნა სარალიძე გამახსენდა ვაკის პარკის და ღვინის დოქების ტრაგედიაც გამახსენდა და კიდევ ის გამახსენდა რომ თბილისის მერად წოდებული არაფერზე პასუხისმგებელი არ არის მას კადიროვის მსგავსად მხოლოდ ოდიშის მოხდა შეუძლია მოითხოვოს ჩვენ ყველას ერთად გამოგვეპარა ბავშვების გარდაცვალება აი ზუსტად ისე როგორც 2006-ში რუსეთში ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა გამოეპარათ ახლა მთავარია ყველას ერთად ზიას შიმშილობა არ გამოგვეპაროს ნუ რავი ნუ ელოდება რომ ზია იტყვის რომ ცუდად არის ან რამე ტკივა სანამ გონებას არ დაკარგავს სანამ სავალალო შედეგი არ მოხდება არავინ არ ელოდოს მზიასგან ამ მამიდა არც შენი არც ერთი დაკავებული პოლიტპატიმრის არც ერთი ადამიანის ბრძოლის თუნდაც შენი ერთი თავის წამოწყების ღირსიც არ არის არც ერთი ხელისუფლება არც ერთი ის ადამიანი რომელიც ეხლა სახლში თბილად მოკალათებული არიან გთხოვ მორჩილესად რომ არ მომიკვდე შენ გჭირდები ცოცხალი და გჭირდები ჩვენ შენს ოჯახს შენს მეგობრებს შენს თანამებრძოლებს ძალიან გთხოვ დაგვიბრუნდი ცოცხალი და ჯანმრთელი ამიტომ თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის პოლიტპატიმრებს, ახალი არჩევნები და ცეცხლი ოლიგარქიას.